დღეს ტერორისტული დაჯგუფებები ომის დამახასიათებელი სტრატეგიითა და ტექნიკით ახორციელებენ თავის საქმიანობას. მათ შორის წამყვანი ადგილი კი სწორედ ალ-ქაიდას უკავია, რომელიც 1988 წლის 10 სექტემბერს ბინ ლადენმა ავღანეთში თავის საკუთარ ბინაში შექმნა. ეს დაჯგუფება იყენებს ასიმეტრიულ იარაღს, რომლის საშუალებითაც ზემოქმედებენ მოწინააღმდეგე ქვეყნების მოსახლეობის ცნობიერებაზე. ალ-ქაიდას ახალ წევრებს წვრთნიან საომარი მოქმედებებისთვის და ეს ხდება არა მხოლოდ საწვრთნელ ბაზებში. ხშირად ჯგუფის წევრები ინტერნეტის საშუალებით ეკონტაქტებიან ერთმანეთს. მათ უწყვეტი კავშირი აქვთ ერთმანეთთან და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შექმნილი აქვთ ტერორისტული ორგანიზაციები. ისინი ცდილობენ ამ ოპერაციების ისე დაგეგმვას, რომ მიიღონ მაქსიმალური შედეგი. ალ-ქაიდას ტერორისტს მიღებული აქვს არა მარტო უმაღლესი განათლება, არამედ კარგადაა დაუფლებული სამეცნიერო, ტექნიკური პროგრესის მიღწევებს, უმაღლეს ტექნოლოგიებს. დღევანდელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იქცნენ ასიმეტრიული იარაღის შემადგენელ ნაწილად, რომლის მეშვეობით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად იოლად ახერხებენ გარკვეული სახის ინფორმაციის ჩადებას ადამიანების ცნობიერებაში. ალ-ქაიდამ მოახდინა საერთაშორისო ისლამური საინფორმაციო ცენტრის ფორმირება. ინტერნეტში ღიად ვრცელდება ალ-ქაიდას მიმდევრების და ამ მოძრაობას მიკუთვნებული ტერორისტული ორგანიზაციების მოწოდებები. ასევე ღიად მიმდინარეობს ვაჰაბისტური იდეების პროპაგანდა, ახალი წევრების გადაბირება. სხვადასხვა სახის ინფორმაციით ალ-ქაიდა დღესაც დაინტერესებულია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიული იარაღის გამოყენებით ტერაქტების განხორციელებაში. კონფიდენციალური ინფორმაციის თანახმად ამ მოძრაობის ემისრები საქართველოში ცდილობდნენ ეგრეთ წოდებული წითელი ვერცხლისწყლის შეძენას. დასახელებული ნივთიერება გამოიყენება ბინძური ბირთვული ბომბის დასამზადებლად. ტერორისტებმა მასზე ადრევე დაიწყეს მუშაობა. ასეთი ტიპის ბომბი იწვევს დიდი ტერიტორიის რადიაციით დაბინძურებას. დღეს ამ დაჯგუფებას უკვე აქვს ბინძური ბომბი. ალ-ქაიდას დაფინანსების ძირითად წყაროდ მოიაზრება ის 300 მილიონიანი მემკვიდრეობა, რომელიც მიიღო ბინ ლადენმა. ალ-ქაიდამ არაერთი ტერაქტი მოაწყო, რომელთაგან ყველაზე გახმაურებულია 2001 წლის 11 სექტემბრის მაგალითი. ტერორისტებმა გაიტაცეს 4 თვითმფრინავი. პირველი ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის სათამბჯენს შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 5 ტერორისტი. შეჯახების მომენტში გაჩენილი ხანძრის შედეგად ასეულობით ადამიანი დაიღუპა. ლიფტის შახტიდან გამოსული ადამიანები კი ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ. მეორე თვითმფრინავი ტყუპების შენობებს შეეჯახა. ამ ტერაქტმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ალ-ქაიდას დაჯგუფება მსოფლიოში ითვლება საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაჯგუფებად. იმ ქვეყნების მთავრობები, სადაც ხშირად ხდება ტერაქტები, ცდილობენ შექმნან ანტიტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც გააკონტროლებენ ასეთი ტერორისტული დაჯგუფებების ქმედებებს, რაც ქვეყანაში სიმშვიდეს უზრუნველყოფს.